საღამშვიდობისა მოგესალმებით პატივისცემით მე ირმა ინაშვილი გახლავართ და ობიექტივის პირდაპირ ეთერში თქვენთან ერთად ვიქნები დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. ამონათდება ახლა ეკრანზე ჩვენი პირდაპირ ეთერის ნომერი. ტრადიციულად გთხოვთ აქტიურობას, იმიტომ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს გადაცემა დღევანდელი მინდა დავიწყო სკოლის მოსწავლეების თემით, იმიტომ რომ დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლოზარი იყო, მათ დაამთავრეს სკოლა, იწყებენ ახალ ცხოვრებას, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ეტაპი ამ თაობის ცხოვრებაში და მინდა ვუსურვო ამ თაობას ბედნიერ, ლაღ, თავისუფალ, მშვიდობიან ერთიან საქართველოში ცხოვრება და მინდა ვუსურვო მიეცეთ საშუალება მათი წვლილი საკუთარი პროფესიებიდან გამომდინარე შეიტანონ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცესა და კეთილდღეობაში. მე კი დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ ახალგაზრდებთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შეკითხვა და ყველას გთხოვოთ აი ამ შეკითხვის გარშემო ვიტრიალოთ დღეს რას უსურვებდით თაობას, რომელმაც დღეს სკოლა დაამთავრა. რა არის თქვენი აზრი, რა გინდათ რომ მათ გაუზიაროთ, როგორია თქვენი სულისკვეთება, რას ხედავთ ამ თაობაში და როგორ ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებდით. აი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, მე მგონი ყველა შეთანხმებული ვართ. ამაში მაინც ვთანხმდებით, რომ გვინდა ბედნიერ, გახარებულ, ერთიან საქართველოში ცხოვრება. მაგრამ აი იმაზე კი ვერ ვთანხმდებით, დღეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებებია ამასთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდა ტენდენცია საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული, რომ თუ შენ განსხვავებული მოსაზრება გაქვს, ხან ხელისუფლების მიერ მობილიზებული ტროლები და ბოტები გქოლავენ და ხან იმ ფლანგის, ანუ საპირისპირო პოლიტიკური ფლანგის ტროლები და ბოტები და არის უკიდეგანო შეურაცხყოფა. ის სწორედ ამ თაობისთვის მინდა მე ვისურვო ისეთ ქვეყანაში მოუხდეთ მათ ცხოვრება, განვითარება, წვლილი შეტანა სახელმწიფოს კეთილდღეობაში, სადაც ტროლებზე, ბოტებზე, აი ამ სიმახინჯეზე არ იქნება აგებული არც პოლიტიკური ცხოვრება და არც სოციალური, არც ეკონომიკური, არც კულტურული. საერთოდ ჩვენ ძიმე ეპოქაში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიები საკმაოდ განვითარებულია, დაიხვეწა ეს ტექნოლოგიები და შავი პიარი, ასე ვთქვათ, რასაც საბჭოთა ეპოქაში პროპაგანდა ერქვა, შავი პიარი იმდენად არის უკვე დახვეწილი, რომ ხალხი ყველაფერს გადრულობს. აი, მინდა სწორედ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება ვუსურვო ამ ახალგაზრდებს, სადაც წახალისებული არ იქნება ყველაფრის მკადრებლობა. არ იქნება წახალისებული კინაღამ ცუდი სიტყვა ვთქვი, არ იქნება წახალისებული რაღაცნაირი მონური დამოკიდებულება პროცესებისადმი და შემძრომ, გამძრომ და ასე შემდეგ, აი ესეთი გზით წარმატების მიღწევა. წარმატებას უნდა აღწევდნენ საკუთარი ცოდნით, გამოცდილებით, განვლილი გზით და არა გაძრომ გამოძრომით. პირველი ზარია ჩვენს ეთერში. საღამშვიდობისა. საღამშვიდობით, საბატონო ირმა. გისმენთ ყურადღებით. დიდი სიყვარულით მოგესალმებით, ძალიან პატივისცემთ და ძალიან დიდი ხანია თქვენ არ ქონია ბედნიერება საუბრი. საბატონო ირმა. ბრძანეთ. მე რაღაც პრობლემა მქონდა და ამიტომ მოწყვეტილი ვიყავი ამ სატელევიზიო სივრცეში და რა ოპერაციები დავიკეთე ამარიაში მოვყევი. მოკლედ რა მინდა იცით უსურვო? ჩემ რომ ჩემი სამშობლო ყოფილიყო ქართველებისთვის ბედნიერი სამშობლო, კარგად ესწავლოთ, რაც სკოლამ დააწყო და ბევრი დააწყო სამწუხარო პროგრამები და ისინი თვითონ უნდა შეიცვალონ, თვითონ უნდა იმუშაონ თავის თავზე და
უსურვებრო თავის ქვეყანაში ნახონ ასპარეზზე. არ სიცოცხლე აი ეს ამ. გეთანხმებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, საინტერესო რა ბრძანეთ ახლა თქვენ საკუთარ ქვეყანაში ნახონ ასპარეზი. ძალიან მნიშვნელოვანი რამე არის ეს. მე დავსვი შეკითხვა რას უსურვებდით მეთქი ამ თაობას და კიდევ ერთი შეკითხვაც მინდა ამას მივაყოლოთ. რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ ამ თაობას, რას ხედავს ეს თაობა, რა გარემოში ხდება მათი ფორმირება ამ თაობის და მე, როდესაც ვიყავი პარლამენტის წევრი და ვიყავი ვიცე-სპიკერი, იმ ტრიბუნიდან, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვამბობდი ერთ ძალიან მარტივ რამეს, რომ თუ ქვეყანაში არ აღდგება სამართლიანობა, თუ არ დაისჯებიან დამნაშავეები, თუ ყველა საქმე, რაც იდო და დღესაც დევს პროკურატურაში, არ მივა ბოლომდე, მაშინ ჩვენ მივცემთ აი მომავალ თაობას ძალიან ძიმე, ძალიან მანკიერ მაგალითს, რომ შეიძლება კაცმა მოკლას, აწამოს, დაარბიოს, ქვეყნის ტერიტორიები გაასაჩუქროს და გაანიავოს და მე ეს კაცი და ეს კრებითი ესეთი კრებითი სააკაშვილები ისევ იყვნენ პოლიტიკაში, ისევ ჭკუას გარიგებდნენ, ისევ რაღაცნაირად პოლიტიკურ თამაშებს აგებდნენ მართლ გუნდთან და რჩებოდნენ და იყვნენ რაღაცნაირად ფეისებს რომ უწოდებენ დღეს, ანუ სახეები, პოლიტიკური სახეები და ეს ძალიან ძიმე შედეგებით დაგვიბრუნდება ჩვენ თქო. ამას ვამბობდი მე პარლამენტის ტრიბუნიდან 13 წელი დააკვირდით, მთელი 13 წელი დაჭირდა ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ დაეწყო აი ამ თემაზე ლაპარაკი. ეხლა ამ 13 წელიწადში რა მოხდა? როცა ჩვენ ვამბობდით, რომ 50,000-ზე მეტმა მოწმემ შეიტანა პროკურატურაში განცხადება, ეს 2012-13 14 წლებში ხდება, როცა ჯერ კიდევ რწმენა იყო ჩვენ საზოგადოებაში, რომ აღდგება სამართლიანობა. აი დღეს არავის არ ებადება შეკითხვა ამ ქართული ოცნებიდან, რომ ეს 50,000 კაცი საწავიდა, ეს განცხადება რო შევიდა პროკურატურაში. იცით რამდენზე იყო ზეწოლა ამ მოწმეებზე? იცით რამდენმა გამოიტანა მერე ეს განცხადება? იცით რამდენი იყო იძულებული სტრასბურგიდანაც გამოეტანათ სარჩელები და სხვათა შორის ქართული ოცნებაც მონაწილეობდა ჩემი ინფორმაციით იმაში, რომ გამოეტანათ სტრასბურგიდან საჩივრები საქართველოს მოქალაქეებს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი, რომელსაც არც უბრძოლია, არც თავის თავზე არ განუცდია ის ყველაფერი, რაც ჩვენ მაგალითად ჩვენმა გუნდმა გაიარა, გამოდის და ეხლა აქეთ გიხსნის თურმე, რომ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა მაის და 13 წლის მერე რა მანამდე არ შეგვეძლო. ეხლა დავიწყეთ ამისი კეთება და რა ცუდია ეხლა რომ ვაკეთებთ? ცუდი კი არ არის. 13 წელიწადში მეგობრებო, ბევრი რამ შეიცვალა. 13 წელიწადში იყო რომ ვაზაგაშვილი თავისი შვილის საფლავზე მოკლეს. ამ 13 წელიწადში მოხდა მერე რომ ბესო ხარძიანი მოკლეს. ეს 13 წელი იყო, როდესაც ძალიან ბევრი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გარდაიცვალა, ან მოკლეს, ან გარდაიცვალა და ხო მერე რა მოხდა, იცით? 13 წელი გავიდა და ეხლა შექმნეს კომისია. აი ამ კომისიაში ხალხი როზვის უბრალოდ იცით რა არის? ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობდით ყოველთვის და ძალიან მინდა ხოლმე რომ ბეწვის ხიძე გავიარო, ვიღაცას გული არ ვატკინო, რაღაცა ის რბილად თქვა, მაგრამ იმ კომისიაში ხალხი როზვის ზოგიერთები, ყველა არა, ზოგიერთები და არც თუ ცოტანი. საერთოდ სად იყვნენ ჩვენ რომ ლომის ხახაში ვიყავით სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შევარდნილები და თავი რო გქონდა იმ ხახაში შეყოფილი. სიცოცხლე კი არა, ოჯახის წევრების, ჩვენი პირადი სიცოცხლე არა. ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე გავწირეთ ჩვენ. მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოება და სიცოცხლე გავწირეთ ჩვენ და დღეს ისე ლაპარაკობს ეს კომისია
ფაქტების დარბევის საკითხი იყო დღეს განხილული. რომ ვინს გაახსენდა ობიექტივი? სად თურმე შენ სად იყავი? საერთოდ არ ყოფილა არსად ობიექტივი. ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ ჩემს კოლეგებს. გიორგი იაკობაშვილს, ვახო ხუზმიაშვილი გამოვიდა, ბექა სივსივაძე, გიორგი მამაცაშვილი გაიხსენეს მათ ობიექტივის მხარდაჭერა და ძალიან კარგია ეს რომ გაიხსენეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი თუ არ დავაფასეთ, თუ არ გავიხსენეთ ის ყველაფერი, ვინ სად იყო, ვინ როგორ მოქმედებდა, აბა რა კომისია და რა სიმართლე და რა სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ ჩვენ და აი ობიექტივი რო არ იყო იმ დღევანდელი დისკუსიის მონაწილე, თავისთავად ეს მე პირადად ძალიან ბევრ რამეზე მიმანიშნებს და ძალიან მამწუხრებს ეს ამბავი, იმიტომ რომ ჩემს თვალწინ მეგობრებო, რაღაცნაირად ხდება თითქოს ისტორიის გადაწერა, ისტორიის შეცვლა, ვითომ არ ყოფილა ის ყველაფერი. აი თუნდაც ის რო ავიღოთ, ეხლა არ წავიდე, წავალ ობიექტივის ისტორიაზეც ბევრჯერ ვისაუბრებ ამ გადაცემებში, მაგრამ რო დაუბრუნდე დამნაშავეების დასჯის თემას, დღეს ისე უჭირავს ეს დროშა ქართულ ოცნებას თითქოს 500,000 ჩვენი თანამოქალაქის რეზოლუციაზე ხელმოწერა არიდოს იმ პარლამენტში. და არავის არ გაუჟღერებია არანაირი ინიციატივა, რომ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც კოჰაბიტირებული ვიყავით დამნაშავეებთან, ხელს ვაფარებდით და მათთან პოლიტიკურ თამაშებს ვაგებდით. აი ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 9,500,000 ხელმოწერა ჩვენი მოქალაქეებისა შემოიტანა პარლამენტში ამ დისკუსიაში მონაწილეობდეს. და რაღაცნაირად იყოს ეს ყველაფერი აღიარებული, არავისი დაფასებაზე არ ვსაუბრობ ეხლა მე, ისტორია არ უნდა შეიცვალოს, ამისი საშუალება არ უნდა მივცეთ ჩვენ არავის, არც საკუთარ თავს და არც სხვაებს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც დღეს მე თვალს ვადევნებ და დღევანდელმა აი ამ მედია თემებზე მსჯელობამ უფრო მომცა სტიმული, რომ ამ თემაზე მელაპარაკა. ობიექტივი იყო ფლაგმანი 2003 წლიდან, როდესაც დათო თარხანმოურავმა არ უყვარს ამაზე ლაპარაკი დათოს, მაგრამ გიყვებით ამ ისტორიას რაც იყო. სააკაშვილის რეჟიმის მიერ შევიწროებული, დევნილი, გამოხრილი, გამომცემლობა სამშობლოდან თუ სხვა მედია საშუალებებიდან გაგდებული, გაძევებული ჟურნალისტები სათითაოდ შეკრიბა. სათითაოდ გაგვაერთიანა და დაგვიდგა მხარში და შევქმნით მაშინ ობიექტივი. ეს ხდება 2003 წელს. ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარია და მაშინ ძალიან დიდი აღტაცება იყო მოგეხსენებათ ჩვენ საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ და ჩვენ მაშინაც უმცირესობაში ვიყავით, იმიტომ რომ ვხედავდი, ვიცნობდი რა იმ პოლიტიკურ გუნდს, ვხედავდი რა ბოროტი ძალა მოდიოდა ხელისუფლებაში. და არ ვიზიარებდი იმ საყოველთაო აღტკინებას. და აი იმ წლებიდან დაწყებული ობიექტივი იყო ყველგან წინა ხაზზე. ობიექტივი იცავდა ყველა შევიწროებულს, ყველა დაჩაგრულს, ყველა ნაცემს, ყველა დაჩაგრულს და ყველა იკრიბებოდა ჩვენს გარშემო, ჩვენი ქოლგის ქვეშ, ასე ვთქვათ. და ობიექტივს, როდესაც წაართვეს ტელევიზია, მაშინაც ეს 2004-5-6 ეხა მე წლებზე რო ვლაპარაკობ, ვითომ არაფერი არ არის, იცით, ადამიანი როდესაც საუბრობს წლებზე, აი 5 წელი, 10 წელი. მაგრამ აი ნახეთ, ჩემი ცხოვრების 55 წლის ვხვდები მალე, ჩემი ცხოვრების 10 წელი დაჭირდა ობიექტივისთვის წართმეული ტელესიხშირის დაბრუნებას, რომელიც ჩვენ იმ რეჟიმმა წაგვართვა. და მე შეიქმნა კომისია, იმ კომისიაზე კიდე გავედით, ამ კომისიის ხდომების ჩანაწერები პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე დღეს არ დევს სამწუხაროდ. ეს ხიდაშელის, თინა ხიდაშელის კომისიის სახელი ცნობილი კომისია იყო და მარეგულირებელი კომისიის დანაშაულებებზე მიდიოდა
ფაქტების შეკრება და შედგა ეს ფაქტები, მაგრამ ვინ დაისაჯა არავინ. და როდესაც აი ლაპარაკია იმაზე, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები, დიახაც იმ კომისიის ხდომაზე ობიექტივის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო. და ობიექტივის წარმომადგენელს, რომელმაც ჩაატარა უდიდესი გამოძიება, როგორ ართმევდნენ ტელეარხებს საქართველოში მესაკუთრეებს და რომელიც იყო ამ თემაში ერთ-ერთი წამყვანი, იმიტომ რომ სწორედ ობიექტივმა ჩაიყვანა ბრიუსელში ჟურნალისტების გუნდი, ეს არ იყო, მეგობრებო, ეხლა ძალიან ადვილია, იცით ლაპარაკი, ჩაფრინდა ბრიუსელში და გადაფრინდა ვაშინგტონში, მაშინ ეს ძალიან რთული იყო იმ რეჟიმის პირობებში. და იქ მთელი მტკიცებულებები ჩაქონდათ ამ ჟურნალისტებს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, რას ქონდა ადგილი. და დღეს ვითომ არაფერი, იცით? ვითომ ის დაურბევიათ, ეს დაურბევიათ, იმისთვის წაურთმევია და ობიექტივი არა, თურმე ლაღად და ბედნიერად ცხოვრობდა და დღეს ვიფიქრე რაღაცნაირად, რომ უნდა დაჯდე ეთყობა და ჩართო კამერა და მთელი შენი ცხოვრება მოყვე. ჩვენ არ გვიყვარს ჩვენს თავზე, ბრძოლაზე, რაღაც დამსახურებებზე საუბარი, იმიტომ რომ მორწმუნე ხალხი ვართ და ამ პარტავნებას ვცდილობთ რომ მოვერიოთ. მაგრამ რასაც მე ვაკვირვები, გადაგივლიან რა, აი წაკშლიან, გაგაქრობენ. დღეს ინტერნეტში ვეძებდი ირმა ინაშვილი ობიექტივის წართმევის თემაზე. სულ 2-3 სტატია თუ არის, წაშალეს, მოსპეს, გაანადგურეს. ჩემი შვილების თაობა რა უკვე ჩამოყალიბდება რაღაცა სერიოზულ ასაკში შევა და გახსნის ინტერნეტს, რას წაიკითხავს, რა იქნება იქ ობიექტივის ბრძოლაზე, რა ინფორმაცია იდა, არაფერი. გესმით? აი ეს არის, ამ მაგალითს ვაძლევთ ჩვენ თაობას, რომელმაც დღეს სკოლა დაამთავრა? სამწუხაროდ აი ამ მაგალითს ვაძლევთ. დაუფასებლობის, დაუნახაობის, რაღაცნაირად იცი გარიყვის, განდევნის, წაშლის და მე არ ამგონია რომ ეს იყოს სწორი გზა ჩვენი განვითარების, ჩვენი ურთიერთობის, ჩვენი წინსვლისთვის და ეს არ არის საერთოდ ზნეობრივი საქციელი რაც ხდება ჩვენს გარშემო. ისეთი ხალხი ლაპარაკობს რაღაც ეწოლებზე და ბრძოლაზე, ოჯახის წევრები გავწირეთო, კაცო, მე მაინც არ გიცნობდეთ ვინ რომელი ბუჩქის ქვეშ იჯექით მართლა. ეხლა სულ ვცდილობ რომ რაღაცნაირად წონასწორობა შევინარჩუნო და არავის არ ვატკინო გული. მაგრამ შენ მამაცხონებულო, შენა იმ ბუჩქის ძირიდან ვერ გამოდიოდით უმეტესობა. კიდევ ვინც ბუჩქის ძირში არის ხედით, იმ რეჟიმის ნაწილი იყავით. დღეს ამ ხელისუფლებასთან ახართ შემძვრალ შეწებებულები და ჩვენ რას გვაქრობთ ამ ისტორიიდან თუ ამ დღის წესრიგიდან გაუგებარია ჩემთვის. ზარია პირდაპირ ეთერში გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. საღამოშობის ქალბატონო ირმა, პირველ რიგში ჩემი სიყვარული დიდი პატივისცემა მინდა გამოგიცხადოთ ქალბატონო ირმა. მადლობა. ახლა თქვენ შეკითხვაზე რა თქვენ ბრძანეთ ახლანდელ ახალგაზრდობაზე. ახლანდელმა ახალგაზრდობამ საერთოდ არ იცის სააკაშვილის რეჟიმი რა დღეში აყენებდა ხალხს. და ყველა გვერდში მე ეს ვისი ბრალია ქალბატონო, ვისი ბრალია და დღევანდელი ხელისუფლების ბრალია და იმ უნივერსიტეტებში, სკოლებში ხალხი ვინც არიან მასწავლებლები, პროფესორ მასწავლებლები, რიგითი მასწავლებლები, გაჩუმებულად და ხმას არავინ არ იხებს. იმიტომაც არიან ასე გზადაბნეული და წინ გამორეცხილი ეს ახალგაზრდობა. სიცოცხლე შემძულდა მაგათ მოსმენაზე და მაგათ აპარატზე. მე მგონია სუყალანის სავიჟის ისინი არიან კანდიდატები, მაგათ რა უშველით მე არ ვიცი. არ ვიცი, ქალბატონო ირმა და მე კიდე რას ვამბობ, ვიცი და ეს ახალგაზრდობა არ გიცნობთ, არც თქვენნაირ პატრიოტ ადამიანებს. იმიტომ რომ არ იციან, მე მაგალითად ვიცი, გასაგში ვარ ასე თუ ისე და ვიცი, თქვენი განვლილი ცხოვრების ვინმე მიცის ახალგაზრდა გოგო 20-21 წლის გოგო წახვედით
სოხუმში იბრძოდით, ჭუბელში თუ რამე კადრები შემორჩა, მე როგორც ვიცი, სულ ყველაფერი თქვენი გაკეთებულია. ასე ახალგაზრდა ბავშვმა გოგომ გადაიარეთ მთელი იგი და სვანეთში აღმოჩნდეთ ჭუბელის გადასასვლელიდან. არავინ არ იცის და ვერავინ ვერ გაფასეთ ამის გულის ზარა და ჩემმა თაობამ ვიცით თქვენ რა ხართ. მე იმასაც ძალიან გული მეტკინა, საგარეჟოში რა გაგიკეთეს თქვენ არჩევნების დროს, რა გაგიკეთეს მაშინ კინახიდაშელის სახელის ხსენებაც არ მინდა იმ სატანის რა გაგიკეთათ მაშინ. მე კიდევაც გელაპარაკეთ აგამშვიდეთ კიდევაც და არ ვიცი გახსოვთ თუ არა რომ გითხარით რომ სამთელსაქმეოები თავის გზას არ დაკარგავს მეთქი ქალბატონო ირმა თქვენ სიკეთეს დაინახავენ მაგრამ ვერ უყურებენ ვერა იმიტომ რომ ბავშვებმა არ იციან მაგი არავინ არ არის მაგამბის თქმელი არავინ და მე გული მტკივა ერთადერთი აი ამის თქმა მინდა საერთოდ ხელისუფლების ერთადერთი პარტია ვისაც გაუყალდეს არჩევნები ერთადერთი იყავით თქვენ ამდენი ხალხი არის თქვენი მხარდამჭერი ისეთი ალიანსით იყავით თქვენ არჩევნებში ვერაფრით ვერ წარმოვიდგენთ იმას რომ თქვენ ხმას არ მიიღებდით და პარლამენტში დიდი რაოდენობით არ მოხვდებოდით ერთადერთი პარტია ხართ მართლა თქვენ ამერს არცაც არ გახალბებია ჯერ ისიც გასაკვირია რა მიიღეს ხმები ამ ნაციონალებმა და ამისმა ანასხლებმა პარტიებმა მაგრამ ვინ უყურებს ჩვენი ასაკის ხალხს არავინ ისე გვესისხნებენ ეს პატარა ცხვირ მოუხოცავი ბავშვები მაპატიოს იმ ბავშვებმა ბევრი კარგი არის იქაც მაგრამ უმრავლესობა ყველა ტვინია გამორეცხილი ქალბატონო ირმა შეიძლება ამას არ მოვამბობდე მაგრამ მე ამ თაობის იმედი პირადად არ მაქვს იმიტომ რომ მეც განათლებული ვარ მეც რაღაცა გამიგი რაღაცა მინახე მაგათ იმედი არ შეიძლება გქონდეს აი იქ ვინც გამოდის ის 500-ია თუ 1000 არის იმათი იმედი საქართველოს არ უნდა გქონდეს იმიტომ რომ ტვინი აქვთ მაგათ გამორეცხილი რეებს აკეთებენ სატანები იქცევიან სიცოცხლე შემდგა მაგათი ყურებას და მოსმენაზე მადლობა ხოდა ქალბატონო ირმა თქვენი სანები ირმა როა ცხოვრაგაული კონსერვატორის ბიჭები რო არიან არაჩვეულებრივი ხალხი როგორი ალიანსი ქონდა თქვენ თუ ვინმე იყო ეროვნული და პატრიოტი ყველა ერთად იყავით და ქალბატონო ირმა გმერცავთ ხო რომ მართლა სამთელსაქმეოებმა თავის გზა ნახოს და თქვენისანა ხალხი ნახო ამ ისი არ მოუკვდე რომ არ ნახო პარლამენტში თქვენისანა პატრიოტი და თქვენისანა სამშობლოს მოყვარული ადამიანები დიდი მადლობა ამას ვეხვეწები და მადლობთ დიდხანს უნდა იცოცხლოთ და გისურვებთ სიკეთეს ჯანმრთელობას დღეგრძელობას და აი ესეთ ომახიან განწყობაზე ყოფნას იმიტომ რომ აუცილებელია იცით რაღაცნაირად საერთოდ კიდევ ერთხელ ვამბობ ვერიდები ხოლმე განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში რაღაცა ისეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთებას მაგრამ ამოვიდა რა ყელში რა ეხლა რო გადავხედოთ ეს 4 წელი ბოლო 4 წელი რაც ხდება ჩემ თვალწინ აი გითხრათ სიმართლე შოკირებული ვარ და ამას აკეთებს ქართული ოცნა გაუგებარია იცით ვლაპარაკობდით ნეიტრალიტეტზე არ ვიცი არ დარჩა იარლიყი რომ არ მოგვაკერეს ეხლა ქართული ოცნება თვითონ ქმნის პარტიებს რომ ნეიტრალიტეტზე ალაპარაკოს და რაღაცა ფონი შექმნას იმისათვის რომ მე თვითონ გადავიდეს ამ პლატფორმაზე ანუ ჩვენ ყველაფერში დროს ვასწრებდით ანუ ჩვენი პოლიტიკური გუნდი აკეთებდა ისეთ ანალიზს და ისეთ პროგნოზს და ისეთ პროგრამას და გესთავასობდა საზოგადოებას რომ ეს იყოს სწორი და ჩვენ იმის გამო რომ ვახმოვანებდით სწორ გზავნილებს ჩვენი საზოგადოების მიმართ მარჯვნიდან ოცნება გვირტყავდა ნაჯახს და მარცხნიდან იმათი ფლანგი და დღეს ასე მგონია ჩემ თავს უსმენ მეთქი არ ვიცი ნეიტრალიტეტის კარგი ყოფილა სუვერენიტეტიც უნდა დავიცვათ და არავის თავი არ დაუხაროთ და არის ერთი ამბავი და სხვათა შორის აქ აი ამ ქმედებებში რა რიტორიკაც ახლა ქართულ ოცნებას აქვს დასავლეთის მიმართ აქ ნამდვილად განსხვავებული არის ჩემი ხედვა მე რა ფორმას გამოვიყენებდი ნამდვილად
სუვერენიტეტის დაცვასთან არავითარი კავშირი არ აქვს აი ესეთ ქმედებებს და ესეთ რიტორიკას და ესეთ ომის რეჟიმში ქვეყნის გადაყვანას, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება და რა რიტორიკა სუვერენიტეტის დაცვის დროშის ქვეშ ქართულ ოცნებას აქვს, ეს არაფერ კავშირში არ არის სინამდვილეში სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვასთან. აბსოლუტურად არ არის კავშირში. და ისე არ უნდა იცავდეს სუვერენიტეტს თეორიულადაც თუ ეს არის შენი ისა მიზანი, რომ საფრთხის ქვეშ აყენებდე ქვეყანას და დღეს მეორე კლასელი ბავშვიც ხვდება უკვე რომ ძალიან იძაბება რიტორიკა და ურთიერთობა საქართველოს ევროპა, საქართველოს ამერიკა და იმ დასავლეთში უკვე ბოლო 10 წლის მანძილზე უამრავი ქართული ოჯახი გავიდა და დასახლდა. უამრავი ახალგაზრდა წავიდა და სწავლობს. უამრავი არ ვიცი დედებთან ჩადიან შვილები უკან ბრუნდებიან, მაგრამ მოგზაურობენ და რაღაცნაირი ინტეგრაცია ჩამოყალიბდა უკვე საქართველოს მოქალაქეებისა იმ დასავლეთთან. და ჩვენ როდესაც ლაპარაკობდით თავის დროზე პარლამენტში, რომ საჭირო არის შეწინააღმდეგება, მე ძალიან ბევრი მაგალითი მქონდა იმისა, ერეოდნენ კიდეც და არ მოგწონდა და მაშინ გენაცვალე ქართული ოცნება იჯდა და ამერიკის ელჩთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ნინო ლომჯარიას ირჩევდნენ სახალხო დამცველად. და იცით რა არის, რაღაცნაირად ყველაფერი, მე მგონი ყველაფერი, რა გზა გავიარეთ, ვინ რას ამბობდა, ვინ როგორ იქცეოდა, ვინ როგორ მანევრირებდა, მე მგონი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ შელაპარაკობ რაღაცნაირად ტრული პოზიციიდან. არა, გენაცვალე. არანაირად არა. თუ ჩვენი პოზიციები პატრიოტ ალიანსის სწორი იყო დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით და 13 წლის მერე დაიწყე, თუ ჩვენი პლატფორმა ნეიტრალიტეტის ისე გქონდა ყველაფერი გაანალიზებული, რომ ამ ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ პლატფორმაზე ველაპარაკებოდით საზოგადოებას და შრომობდით სხვათა შორის ამაზე ჩვენ ავსტრიაში შევქმნით დოქტრინა, ქართული ნეიტრალიტეტის დოქტრინა და აი ამ პლატფორმის შემუშავებაში ძალიან აქტიურად ჩავრთეთ მაშინ ავსტრიის თავდაცვის აკადემიაში შეიქმნა ეს დოკუმენტი. ჩართული იყვნენ ამერიკელებიც, ავსტრიელებიც, ბელგიელებიც, ფრანგები, გერმანელები, რუსები, ჩვენ ვიყავით ჩართული და შეიქმნა 150 გვერდიანი დოკუმენტი. და დღეს ეხა პარტიები იქნება, პოლიტიკური პარტიები ქართული ოცნების მიერ. ხა პატარა ბავშვები ხო არა ვართ, ყველაფერს ხვდებით ნეიტრალიტეტის თანაც ხაზგასმით მინდა ვთქვა. ეხა ამას რო ვამბობ, არ გულისხმობ იმას, რომ ნეიტრალიტეტზე ან ნებისმიერ სხვა თემაზე ვინმეს მონოპოლია აქვს. ნეიტრალიტეტზე ჩვენამდე ლაპარაკობდნენ სხვა პოლიტიკოსები 90-იანი წლებიდან დაწყებული უამრავი ადამიანი. გია ჟორჟოლიანი, ვალერი კვარაცხელი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ მე ჩვენ თავზე ვლაპარაკობ, ჩვენ იმ კონკრეტულ მოცემულობაში ახალ საფეხურზე ავიყვანეთ ეს საკითხი, ახალი სუნთქვა ჩავბერეთ და რა მივიღეთ? რა მივიღეთ და ყველა მხრიდან რავი, არ დარჩა იარლიყი, კიდე ერთხელ ვამბობ, რაც არ მოგვაკერეს. ზარი კიდევ ერთი ჩვენ ეთერში. ესე არ უნდა ხდებოდეს, არ შეიძლება ესე მართვა, სახელმწიფოს მართვა, პოლიტიკური პროცესების მართვა. გისმენთ ყურადღებით, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ესე იგი, მე არ ვიცი რა უნდა გააკეთოს ქართულ ოცნებამ, რომ დასავლეთის მაყოფილება დაიმსახურა, მაგრამ იგივე უნდა შეასრულოს ნაცების მოთხოვნა. ალბათ მე დაისახოს. ეგ ეხლა თავარი და შეიძლება უნდა თქვა. შეიძლება გუგლად ადენო თვალი საგამოძიებო კომისიას პარლამენტში მომდინარეობს. ისე საშინელი სტუდია ხალხი. ეს კი ვიცოდით თავის დროზე თქვენ არაერთხელ გამიზღერებიათ მიტინგები შეიძლება პრიმიტივი ნაყოფი და ყოველ სამბობდი და ყოველ სახელმწიფო გვარებსაც იძახით ვინ იყო ტანჯველები და ტამებლები მასები. მაგრამ ყველაზე თავარი ის არის რომ
ქართულ ოცნებას ისე მიყავს ეს კომისია, რომ მიზანი და შედეგი უნდა დაიდოს მარტო ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტია იმის გაუქმება. ანუ არც სამნაშავეები არ უნდა დაისაჯო, არც კულტესაციონი, არც აუნას გაულის ზარალი რაც მიიღეს ამ ადამიანებმა. უბრალოდ პოლიტიკური სივრცე გაათავისუფლო, თვითონ განარჩენებდა ოცნებაზე გავიდა. ასე პატრიოტალიას მე მგონი მოეთხოვება ის რომ გამოვიდეს და მოითხოვოს ხალხი გამოიყვანოს მოითხოვოს პირდაპირ განამარტო ნაციონალურ მოძრაობა გაანადგუროს არამედ დასაჯო ყველა ის ვინც მონაწილეობა მიიღო ამ უბედურებაში ახლა თუ გამოდიან კიდე რაღაც ბრიფინგებს ხარებენ გასაგებია მე ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე ჩემს გადაცემებში არ ვიცი ცით დასაჯონ კი ბატონო მაგრამ ამ დასჯასაც და სამართლიანობის აღდგენასაც ჩემო ძვირფასო ქალბატონებო ბატონებო აქვს გონივრული ვადები. როდესაც აი მოხდება დანაშაული და მიდის ძიება გონივრული ვადა რა გონივრულ ვადაში უნდა დაიდოს გამოძიების შედეგები და დაისაჯოს დამნაშავე. ხო არ შეიძლება რომ უსასრულოდ იყოს ან კაცმა კაცი მოკლას და 13 წლის მერე დაიწყოს გამოძიება და იმ დამნაშავის დასჯა? აი ამასთანა გვაქვს ახლა ადგილი საქმე და შეხება. ამიტომ არ ვიცი მე ვინ ვის დასჯას აპირებს, ის კი ვიცი რომ 13 წელი გავიდა. 13 წელი და ის კი ვიცი რომ მაგალითად ობიექტივის საქმეზე, ობიექტივის წართმევის საქმეზე არავინაც არ დასჯილა. და ის დასკვნა რომელიც დევს მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესახებ დასკვნა საქართველოს პარლამენტში ყველა დაჭერილი უნდა იყოს დიდი ხანია დიმიტრი ქიტოშვილით დაწყებული გაგრძელებული არ ვიცი მე ვისით ვინც თელ იმ წლებში ახორციელებდა რეკეტს პირდაპირ ტელეარხების მფლობელებზე და ეს ხო უტყუარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული და რა მერე დაიკითხნენ ეს ქიტოშვილები და სხვები რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩარეული ობიექტივის და სხვა ტელეარხების წართმევის საქმეში და გეუბნებთ გადასარევად ცხოვრობს ქიტოშვილი არც მილიონები აკლია არც ბიზნესები და ბევრად უკეთესად ცხოვრობს ვიდრე ილია ჩაჩიბაია ჩვენი ჟურნალისტი ობიექტივის პროდიუსერი რომელიც ებრძოდა იმ რეჟიმს და ვერაფერს ცხოვრებაში რაღაც პირად კომფორტს პირად კეთილდღეობას რაღაცა სიკეთეს ვერ მიაღწია ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ისე ცხოვრობს როგორც ცხოვრობდა 2004-5-6 წლების პერიოდში და სამაგიეროდ ქიტოშვილები და სხვები სწორედ ქართული ოცნების წყალობით გადასარევად ბიზნესებიც აქვთ კარგათაც არიან შეხმატკბილებული ერთმანეთთან ვინ დასაჯა რა დასაჯა რომელი მტკიცებულება დაუდეს რომ პასუხი აგო ან ვის მოატანინეს რამე თანხა კონფისკაციის სახით რომ მიაყენეს ზიანი ტელევიზიას ამადამდენ მილიონს დადებ ამ ტელევიზიის სასარგებლოდ რომ განვითარდეს ის არხი და არაფერი აი როდესაც დავსვიმე შეკითხვა რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ მომავალ თაობას თქო ამასაც ვგულისხმობ ქიტოშვილების აღზევების მაგალითს და ილია ჩაჩიბაიების დაჩაგვრის მაგალითს ვაძლევთ ჩვენ საზოგადოებას და ეს ქართული ოცნების წახალისებულია მეგობრებო ჩემი წახალისებული არ არის ეს უსამართლობა ეს დაუნახაობა ეს რაღაცა უმადურობა და ასე შემდეგ ზარი კიდევ ერთი ჩვენს ეთერში საღამოშიდობის ქალბატონოებმა გამარჯობათ ჩემო კარგ ადამიანო მე მოვისმინე ანდრეევში რომ რომელიღაც ახზე თავის ოპოზიციონის ახზე ამახსოვს ზუსტად ტელეპირველი იყო თუ ფორმულა არის იძე მასებ ძანა რომ ჩვენ 10% მივიღეთო ხმებისო რაც ნიშნავს 200,000 კაცის ხმა ego გამოდიან ნაციონალები და ამბობენ რომ
ჩვენო 800.000 მომხრე ყავსო, მილიონიო და ხმები გაგვიყალბესო და თელ დადაში არიან მოკლედ ამდენი ხნის მადლზე. აი ჩვენ ხო ვიცით მოსახლეობამ რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ასე თვალებში ნაცარს აყრიან უილეს მოსახლეობას და იმ ახალგაზრდობას, რომელიც დგას ქუჩაში. მე მაინტერესებს იმ ახალგაზრდობას მიმართო კაცო. ამდე არის საგამოძიებო მიმდინარეობს პარლამენტში. ჩემი ნაცრებზე ლაპარაკობს ამდენი პიროვნებები, რომ აი ესეთ მაშინ იყვნენ ნაციონალების დროს და რამხელა სტრესს განიცდიდნენ. მე ვერ გავიგე ვის გამოდის იმ აქციებზე, კაცო. ყურები არიან, ქვეყანა ლაპარაკობს. ეს ტელევიზიის საგამოძიებო ხდომა მიდის. ხალხი აძაგებს თავიანთ განიცხოვრებას ნაციონალების დროს. მე ვერ გავიგე ყურები არიან, ეს ახალგაზრდობა ბრმები არიან. ან არ უნდათ ვერ გაიგონ, ან არ ისმენენ თუ არ მესმის, კაცო, არ მესმის რა ნახეს ამ ნაციონალურ მოძრაობაში და დანარჩენ მათ სატელიტებში. ჩვენს თვითონაც ხო იციან, რომ მოსახლეობას ეზიზღებათ, თვითონაც ხო იციან ნაციონალებმა და მაგათმა. ესეთი შემოძირფასო და კიდე ერთი რამის თქმა მინდა. ეს ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი ყოფილა ჟენევაში და იქ რა გადაწყდა, გვაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ ნინო ტატიშვილის გადაცემაში მე ვისმინე დინა თოფურიას გამოსვლა, თუ რაც ხდება მოხდეს და გვაინტერესებს გვითხრა ჯანდაცვის მინისტრმა ხელი რაზე მოაწერა, ან რატო ჩავიდა, გვაინტერესებს სუდი რამე ხوار მოხდა საქართველოს მიმართ, რადგან ჯანმოს წარმომადგენელს შეხვდა და ჩვენ ეს გვაინტერესებს მოსახლეობას, რადგან ჩვენი მოყვანილი მთავრობა არის და ჩვენს გარეშე რატო უნდა გააკეთოს მოსახლეობისთვის ის ცუდი რამ, რაც არ უნდა გააკეთოს. ჩვენ ხო მათ ნდობა გამოუცხადეთ ბოლოს და ბოლოს. მადლობა მოსმენისთვის. გაიხარეთ, დიდი მადლობა. სხვა დროს აღარ გამოუცხადებთ ნდობას. თუ თქვენი იმედები არ გამართლდა. დღეს სკოლა დაამთავრა 41.199-მა ახალგაზრდამ და 39.000-ზე მეტი უკვე დარეგისტრირებულია აბიტურიენტად, რომ ეროვნულ გამოცდებში მიიღოს მონაწილეობა, გახდეს სტუდენტი. მთელი ჩვენი გადაცემა ამ სხვადასხვა ეპიზოდებისგან შედგება, მაგრამ სწორედ ამ ახალგაზრდებს ეხება იმ ნაწილში, რომ რა გვინდა ჩვენ, როგორი ქვეყანა გვინდა ამ ახალგაზრდა თაობისთვის და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკეთეს პირობებში, უკეთეს საზოგადოებაში, უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრობდეს ეს თაობა. მე ნამდვილად არ უსურვებდი ამ თაობას, გაევლოს ის გზა, რაც პირადად მე გავიარე ირმაინაშვილმა. რაც გაიარეს ობიექტივი ჟურნალისტებმა. ძალიან მძიმე გზა, მეგობრებო. ეხლა დღეს ადვილია ლაპარაკი, დღეს ყველა ტყელი ენა აქვს და გრძებ ხარზე აქვს გადაგდებული ენები და რაც არ ჩაუდენიათ, იმ გმირობებს ყვებიან თავის თავზე და ჩვენ პირში წყალ ჩაგუბებულები ვხედავთ ობიექტივი. ესე არ არის. ჩვენ დახოცილები კი არა ვართ და ჩვენ არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაც სხვა ისტორიებს ვისმენდეთ ჩვენზე, ან საერთოდ გამქრალი ვიყოთ იმ ეპიზოდებიდან, ჩვენი უახლესი ისტორიის იმ ეპიზოდებიდან, სადაც ფლაგმანები ვიყავით, ობიექტივი, წინააღმდეგობის მოძრაობა, გნებავთ პატრიოტთა ალიანსი მას შემდეგ, როცა შეიქმნა ჩვენი პარტია და მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვხედავ ტენდენციას, ვინც არ მოწონთ, ვინც მიუღებელია მათთვის, ხელისუფლება ოცნებაზე ვლაპარაკობ ხა, ვინც რაღაცნაირად არ ჯდება მათ ინტერესში, თლიანად გაწიონ თავის წარსულიან, აწყოიან მომავლიანად. და ესე არ გამოვა გენაცვალე, ეს ქვეყანა ხალხო ყველას გვეკუთვნის. მე მგონი ჩამოყალიბდა რაღაცნაირი მდგომარეობა ჩვენს სახელმწიფოში, რომ თითქოს ეს პარტია
ეს ქვეყანა ერთ პარტიას ეკუთვნის და არ არის ესე მეგობრებო ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და თითოეული ჩვენგანი არის ნაწილი ჩვენი სამშობლოსი და ჩვენიც არის ეს ქვეყანა და არავისზე ნაკლები ობიექტივს წინააღმდეგობის მოძრაობას არ უბრძოლია და დღევანდელ დღეს შევეხე მე და კომისიის სხდომას რომელიც მედიის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებს ეხებოდა დღეს ამას იხილავდა ამ თემას პარლამენტის კომისია და სხვადასხვა ჟურნალისტები ჩვენი კოლეგები გამოვიდნენ სხვადასხვა ტელეარხების თუ მედია საშუალებების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე და უბედურებაზე ისაუბრეს მაგრამ მე თუ მისმენს ბონდო მძინარაშვილი ახლა მის საყურადღებოდ მინდა ვთქვა მე ველოდი რომ ბონდო რომელიც მთელი იმ წლების განმავლობაში როდესაც ძალიან მძიმე წლები იყო ჟურნალისტებისთვის ტელეკომპანია ობიექტივზე საუბარს მეტ დროს დაუთმობდა და არა ისე გაკვრით რა რომ ობიექტივს და კიდე მაესტრო თუ რომელიღაც არხი ახსენა წაართვეს ტელევიზიები ბონდო ასე ადვილია აი იმ წართმევაზე ლაპარაკი მე წეღანაც გესაუბრე და ეხლა ეთერიდანაც იგივეს ვამბობ განაის ყველაზე მძიმე წლები სწორედ ობიექტივი არისო ადგილი სადაც შენ თავს პოულობდი შენი პროფესია არ დაკარგე საიდანაც მე ისევ ჩვენი მხარდაჭერით უკვე პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერით გახდი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და შენ არ უნდა გესაუბრა ობიექტივზე და იმ ბრძოლაზე რაც ობიექტივი ჟურნალისტებმა გაიარეს იმ წლების მანძილზე მე მესმის იბერიაც მესმის პრესაჯი გიორგი მამაცაშვილის და ბექასი სივაძის ისტორია მაგრამ ობიექტივის თელი გუნდის ბრძოლა სწორედ ბონდო მძინარაშვილს შენ უნდა გესაუბრა ამაზე და მე ვწუხვარ გული მტკივა რომ რაღაცნაირად დრო გადის ჩემი კოლეგები და ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი რაღაც ვითარებებს შესანიშნავად ერგებიან და მე ავიწყდებათ იცი დღევანდელობამდე საიდან მოვიდნენ და ამას ბონდოზე ვამბობ პირველ რიგში და სხვებზეც ვიტყვი როგორ ჩანს მომავალში იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვილაპარაკეთ თქვენ ვინც ობიექტივის ჟურნალისტები იყავით და კარგად გახსოვთ ისეთი წლები გაჭირვების როცა ერთი ქვაბი იდგა და იმ ერთი ქვაბიდან მივირთმევდით ყველა რომ შიმშილისგან არ დავხოცილიყავით და ყველას კარგად გახსოვთ რა იყო ჩვენთვის მაშინ ის ერთობა ეს არ იყო უბრალოდ ტელევიზია ეს იყო ერთობა რომელიც შეკრა პირველ რიგში დათო თარხანმოურავმა და მოდით რა როდესაც გამოდიხართ ესეთ საგამოძიებო კომისიებზე ყველას ვეუბნები ვინც მომავალში გავა კიდე გაიხსენეთ ვისაც გქონდათ ობიექტივთან შეხება როგორ გედგათ გვერდში ობიექტივი და როგორ გადაარჩინა ობიექტივმა თქვენი პროფესიაც და თქვენი სიცოცხლე სხვათა შორის დიდი მადლობა ყურადღებისთვის მე გემშვიდობებით და ობიექტივი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას მადლობთ